ჯორჯიან ამერიკანელოის წარმოგიდგენთ გადაცემას ქუჩის აკადემია. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს შეკრებილი საზოგადოებიდან თითქმის არავინ არ მიცნობს, ჩემი მეგობრების გარდა და შემიძლია დავიფიცო, რომ ნამდვილად არ მithქვამს მათთვის, რომ მოდით თქო თვითონ მოვიდნენ. რაღაცნაირად მინდა რომ გაგაცნოთ ჩემი თავი, ვინ ვარ, რას ვაკეთებ და რატო ვაძლევ, ესე ვთქვათ, უფლებას თავს, რომ დღეს რაღაც თქვენს წინაშე რაღაც ესეთი უცნაური სათაურის მქონე რაც ლექციასავით წავიკითხო, რომელიც არის ყველაზე არაინოვაციური ლექცია ინოვაციების შესახებ. მე ვარ ვახო ვახტანგიშვილი, ცხოვრობ საბურთალოზე, ეს უბრალოდ რაც ქუჩის აკადემია რადგან არის მაგიტომ. ბევრი ცხოვრებაში არაფერი არ გამიკეთებია, ისეთი რომ რაღაცნაირად თავი მოგეწონოთ და ვამაყობდე. ორი, თქვათ, სახელი ასოცირდება ჩემთან, როგორც ასევე სხვა ადამიანებთან. პირველი სახელი ეს არის სიტყვა ლივინგსტონი. უმრავლესი თქვენგან შეიძლება გაგახსენდეთ თოლია ჯონათან ლივინგსტონი, ვიდრე ის ლივინგსტონი, რომელსაც სლაიდზე ხედავთ. ეს არის ციფრული კრეატიული სააგენტო, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად. და მეორე სახელი არის ჯეოლაბი, რომელიც ასევე დიდად ცნობილი არ არის, ჯერჯერობით და იმედი მაქვს, რომ ძალიან ცოტა ხანში ესე ვთქვათ, ცნობილი სახელი გახდება. ეს არის ინოვაციების ლაბორატორია. მარტივად რო გითხრათ, ანუ ჩემი მთელი ცხოვრება დაკავშირებულია რაღაც კუთხით ტექნოლოგიებთან და მარკეტინგთან და აი ამ ორი რაღაცნაირად ინდუსტრიის ერთმანეთთან თანაკვეთაზე. ძალიან ხშირად მიწევს ბევრ საინტერესო კამპანიაზე მუშაობა და ასევე ბევრ საინტერესო ტექნოლოგიასთან მაქვს შეხება, როგორც თქვათ, იგივე კრეატიული სააგენტოს კუთხით, ასევე ლაბორატორიის კუთხით. ხო, რაც შეეხება თუ სად ვარსებობ სოციალურ ქსელში, როგორც თქვენ ყველადან ფიზიკურ სივრცეშიც, ჩვეულებრივად, შეგიძლიათ მომძებნოთ და მემეგობრდეთ, ნამდვილად არ დაგამაკეტებთ რაღაც უცნაურ ჯგუფებში, როგორც ხდება ხოლმე და ვიცი, რაღაცნაირად შეგვიძლია რომ ჩვენი ეს თქვათ ურთიერთობა იქაც გავაქცევოთ. დავიწყოთ, ხო, იმით თუ რა შეეხება დღევანდელი ლექცია, ეს რაღაც ინოვაციებს. პირველ რიგში უცბად რაღაცნაირად მოკლე, ესე ვთქვათ, რუკას დავდებ, თქვათ, აი თუ როგორ არის ეს რაც ლექცია აწყობილი. საწყის ეტაპზე რაღაცნაირად მინდა რომ ოდნავ შევეხოთ თვითონ ინოვაციას, როგორც ესე ვთქვათ, განყენებულ პარადიგმას, მერე ინოვაციას საქართველოში და მერე მოგიყვებით ორ, ესე ვთქვათ, frameworks, ეს მოდელს თუ როგორ შეიძლება მივიდეთ, თქვათ, ინოვაციურ იდეებამდე. ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს რაც, ესე ვთქვათ, ორი ძალიან საინტერესო ადამიანის აზრების სიმბიოზი არის. რაც ნამდვილად არ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ხვალვე თქვენ, ესე ვთქვათ, რაღაც ინოვაციური იდეები გაგიშთებათ, მაგრამ არის, ესე ვთქვათ, კარგი დასაწყისი იმისათვის, რომ რაც ჩვენი ტვინები მომმართოთ ამ მიმართულებით. დავიწყოთ დასაწყისით. რა არის ინოვაცია, ხო? ანუ ამაზე, ყოველთვის ხდება ხოლმე ისე, რომ დეფინიციას ვწდებით, მაგრამ დეფინიციაც ნებისმიერი ტერმინის არის ადამიანების მოგონილი და რაღაც კუთხით თითქოს რაღაცები აკლია ხოლმე. ყოველ შემთხვევაში საინტერესო უფრო ჩვენი ხედვა ამ ყოველივე შესახებ, მაგრამ რაღაც ობიექტურ, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებაზე უნდა შევთანხმდეთ. ინოვაციის, საუკეთესო დეფინიციას თუ მოვიძიებთ Google-ში, არის რაღაცა ახალი მეთოდი, იდეა, პროდუქტი, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ანუ ნებისმიერი რაღაც სიახლე. რაც პატარა გამოცანასავით ჩავდე ჩემს ლექციაში. ჯილდო არა მაქვს ამოღებული, მაგრამ შემიძლია გამოგიზამოთ, რა შოკოლადი ან რაღაც მაგის გავსი. აი პირველი კითხვა, თუ იცით ეს ადამიანი ვინ არის, ვისაც თქვენ ხედავთ სლაიდზე. ახლოს შეგიძლიათ მოხვიდეთ. არა.
კიდე არის ვარიანტები? თუ არა გვაქვს ვარიანტები. ეს ადამიანი არის ჯოზეფ შუმპეტერი, ან იოსებ შუმპეტერი, რომელიც არის არ ვიცი ხა რამდენად გსმენიათ, შეიძლება არ გსმენიათ. ამ ადამიანს ეკუთვნის ესეთი თეორია creative disruption, ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ თუ როგორ ამსხვრევს, ასე ვთქვათ, კრეატიულობა და ინოვაციები მუდმივად ჩვენს ყოფა ცხოვრებას და გარკვეულ სხვა ეტაპზე გადავყავართ. ეს ადამიანი ამბობდა, რომ ინოვაცია არის, ასე ვთქვათ, სიახლე, ასე ვთქვათ, თუ როგორ იქნება გარკვეული ღირებულება, ეს იქნება ეკონომიკური ღირებულება, სოციალური ღირებულება და თუ როგორ ხდება ამ ღირებულების, ასე ვთქვათ, დისტრიბუცია, ანუ ჩვენამდე მოწვენა. Creative destruction-ის, ასე ვთქვათ, ძალიან მარტივ ჩარტს თუ შევხედავთ და გადავხედოთ ზოგადად ისტორიას, გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ ანუ რამოდენიმე ეტაპად ხდება ხოლმე ეს ყველაფერი. დღესდღეობით ჩვენ ვართ ის 90-იანების მერე ახალი ეტაპი დაიწყო მეხუთე და მეექვსე ეტაპზე, რომელიც ვთქვათ ციფრულმა ან კომპიუტერული სისტემების გაჩენამ შემოიტანა და ციფრულმა სივრცემ. მანამდე გახსოვთ, რომ პირველი ეტაპი იყო სუსუ დასაწყისში, რომ ცეცხლი გაჩნდა ხო და რაღაცნაირად ცივილიზაციაზე დიდი გავლენა მოახდინა. შემდეგი ეტაპი იყო, რომ გაჩნდა ორთქლის ძრავი და მთელი ინდუსტრიული ეპოქა შექმნა. შემდეგ იგივე ეს ედისონი, რომ ვახსენეთ, ელექტროენერგიის გაჩენამ და რაღაც ქიმიურმა ინდუსტრიამ შექმნა კიდე ესე ვთქვათ შემდეგი ტალღა და ეს ტალღები მუდმივად ხდება, ანუ მუდმივად რაღაცა გარკვეული ესე ვთქვათ ციკლური პროცესი არის, როდესაც რაღაც ახალი ინოვაციური გამოგონება ამსხვრევს ყოველივე იმას, რაც აქამდე ვიცოდით, აქამდე გქონდა ესე ვთქვათ წარმოდგენა და შემდეგ ეს ყველაფერი იწყება თავიდან და საერთოდ ახალ ეტაპზე გადავდივართ და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ცვლის რადიკალურად. აი ძალიან მარტივად რო ავიღოთ და შევადაროთ იგივე ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და 100 წლის წინანდელი ადამიანის ცხოვრებისგან, ნუ ეს ციფრული მოწყობილობების გათვალისწინებით და ინფორმაციის ფლობით, რომელსაც ჩვენ ფლობთ, ანუ რადიკალურად განსხვავებული, იმიტომ რომ თქვენს ასე ვთქვათ Facebook feed-ში დღეს იმდენი ინფორმაცია არის თავმოყრილი, რამოდენიმე ასეულ გაზეთში არისო, რაც 50 წლის წინ ერთდროულად. ანუ რა არის ინოვაცია? ანუ ინოვაცია არის უბრალოდ ინოვაცია როგორ რეალიზდება, ეს არის რაღაც გარკვეული ახალი პროდუქტები და სერვისები. ახალი, ასე ვთქვათ, მოდელები და მეთოდები, რომლითაც ჩვენ ამ პროდუქტებს და სერვისებს ვქმნით და ახალი გზა თუ როგორ ხდება გარკვეული ინდუსტრიების ორგანიზება. ძალიან მარტივი მაგალითი, ეს ჩემი საყვარელი кейსია ხოლმე, რომელსაც ყვები ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მაგალითი სახით. ერთ-ერთ სასტუმროს ამერიკაში ქონდა ესეთი პრობლემა, იყო 5-სართულიანი და ქონდა ლიფტი, რომელიც ძალიან ნელა მოძრაობდა. სწორედ ამ რამოდენიმე წუთი ჭირდებოდა, ასე ვთქვათ, გზავრს, რომ პირველ სართულიდან ასულიყო მეხუთე სართულზე. მოვიდა ახალი დირექტორი, რომელსაც ნუ ეს პრობლემა დაუსახელეს, რომ ჩვენთან მხოლოდ ესე ვთქვათ, დატვირთულობა არის პირველ და მეორე სართულზე, სადაც ადვილი არის ესე ვთქვათ, როდესაც სტუმარი ხდება თავის ოთახში და ზედა სართულებზე სამწუხაროდ არ გვაქვს, ესე ვთქვათ, შევსებული ცარიული ოთახები. და ეს ადამიანი დაждდა და ნუ დაუსახელეს ესე ვთქვათ პრობლემა, დათვალეს რომ ეს ლიფტი რომ გამოიცვალა, სადაც $200,000-მდე ჭირდებოდათ, ნუ ამ სასტუმროს არ ქონდა ესე ვთქვათ რესურსი ეს ყველაფერი განეხორციელებინა. დაждდა ეს ადამიანი, ბევრი იფიქრა, ცოტა იფიქრა და მიაგნო გადაწყვეტილებას, რომელიც მას დაუჯდა სულ რაღაც $2,000. ამ ადამიანმა ადგა და ლიფტში ჩვეულებრივ სტანდარტული ნაცრისფერი კედლების მაგივრად ჩააყენებინა სარკეები. და როდესაც და ამ ადამიანს უკვე პრობლემა აღარ ჰქონდათ შემდეგ სართულზე ასვლის მხრივ. ანუ პრობლემა ის კი არ იყო რეალურად, რომ ლიფტი ნელა მოძრაობდა. ნუ იყო ეგეც პრობლემა, მაგრამ პრობლემა ის რის გამოც ადამიანები უარს ამბობდნენ, თქვათ, გზავრობაზე ზედა სართულებამდე. მდგომარეობდა იმაში, რომ ისინი მათ ბეზრდებოდათ ეს პროცესი, არ იცოდნენ რა უნდა ეკეთებინათ და ამ ადამიანმა უბრალოდ ეს პრობლემა სხვანაირად გადაჭრა.
ჩააყენა სარკეები და მე მგონი ყველა ჩვენთაგანს რაღაც კუთხით ძალიან მოგწონს ხოლმე საკუთარი თავის ყურება სარკეში. ნუ სამწუხაროდ იმ პერიოდში სელფის თემა არ იყო, თორე გაცილებით პოპულარიც კი შეიძლება გამხდარიყო ეს ასტო. ანუ აი ეს არის ზუსტად ინოვაცია იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანმა ანუ პრობლემის შეხედა ოდნავ განსხვავებულად და დაინახა რეალური მიზეზი. ამას ცოტა უფრო შემდეგ ვისაუბრებთ უფრო კონკრეტულად აი ფრეიმვორკის ჭრილში, მაგრამ ესე რა ვთქვათ, ესეც ერთ-ერთი მაგალითი. ანუ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს რაში მდგომარეობს, როდესაც ვიწყებთ ხოლმე რაღაც განსაკუთრებულზე ფიქრით, რომ აი მოდი ახლა დავგუგლოთ რა ხდება ამერიკაში, NASA როგორ გადაჭრა ეს პრობლემა. სინამდვილეში არ არის აუცილებელი, ესე ვთქვათ, ძალიან შორს წასვლა. იმ კუთხით რომ მოვიძიოთ რაღაც განსაკუთრებული რამ, რომლის შეიძლება რესურსიც არ გქონდეს. ინოვაცია ეს არის მხოლოდ მენტალური მდგომარეობა, ანუ აზროვნების ასე ვთქვათ, ინოვაცია შედეგი მენტალური მდგომარეობის, როდესაც ვცდილობ აქამდე არარსებული ჯაჭვების შეკრა და აღმოაჩინო არსებულ სივრცეში რაღაც სიახლე. ან შენ თვითონ შექმნა გარკვეული სიახლე. რა არის აუცილებელი ინოვაციისთვის? ხალხი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხალხის გარეშე ინოვაცია შეუძლებელია. რაღაც კუთხით მქონია ხოლმე საუბრები ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, რომ აი მაგალითად ინოვაცია ჩვენ რაღაც კუთხით ხდება ცხოველებშიც, მწერებშიც და მოყავთ მაგალითები, როგორც არის, თქვათ, ფუტკრები როგორ აშენებენ სკეპს და ფიჭას, ხო? კი, ანუ ძალიან სწორად და ძალიან სწორი გეომეტრიით აშენებენ ისინი ყოველთვის, მაგრამ ისინი მათ რაღაცნაირად DNF-ში არის კოდირებული და ისინი ინსტინქტის დონეზე აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს არის რაღაცნაირად გარემო სივრციდან ნაკარნახები, რომელიც მუდმივად ეგრე იყო. ჩვენ შემთხვევაში, ადამიანების შემთხვევაში ეს ესე არ არის. ანუ ჩვენ თვითონ გვაქვს შესაძლებლობა შევცვალოთ გარემო სივრცე ჩვენს გარშემო და რეალურად, ანუ ჩვენი ინტელექტის შესაძლებლობით, ნიჭიერებით მოვახდინოთ გავლენა მას. ნუ პირველი ეს არის, ვთქვათ, ხალხი, მეორე ეს არის, ესე ვთქვათ, პროცესი, ანუ ის რაზეც შემდეგ ცოტა ხანში ვისაუბრებ და მესამე ეს არის ზოგადად კულტურა, რომელიც რაღაცნაირად მუდმივად ამ ესე ვთქვათ, ბორბალს დაატრიალებს და ანუ განწყობა, რომ ყველანი ვიყოთ, ვთქვათ, რაღაცნაირად მოტივირებულები რომ შექმნათ რაიმე სიახლე. მაგალითად, თბილისსა და სან-ფრანცისკოს შორის რადიკალური განსხვავება არის ამ მხრივ, აი ზუსტად ეს კულტურის მომენტი, რომ იქ მუდმივად არსებობენ ის ადამიანები და ეს რაღაცნაირად დუღილია, რომ ამ ადამიანებმა შექმნან რაიმე განსაკუთრებული სიახლე, რომელიც აქამდე არ ყოფილა. საქართველოში და თბილისში თუ ვინმე ოდნავ განსხვავებულ სიტყვის შეიძლება რაღაც დაცინვის ობიექტი იყოს და თქვა რომ აი მოკლედ არ არის ეს შენ ვინმე შენი კეთილი მსურველი უბრალოდ ძალიან ესე ვთქვათ კორექტულად გეტყვის რომ შენ შეიძლება გაგიჟდი და დაანებე თავი მაგაზე ნუ ფიქრობ საერთოდ. აი რამდენჯერ გქონიათ რაღაც ესე ვთქვათ განსაკუთრებული იდეა რომ აი გინდათ რომ აი 10 მეგობარს რომ დაურეკოთ და უთხრათ რომ აი ხვალ ამის გაკეთება მინდა იქიდან 9 გეტყვით რომ შენ სულელი ხო არ ხარ და ერთი გეტყვის რომ ნუ კარგი არის მაგრამ საქართველოა და შეიძლება ეს ყველაფერი არ გამოგივიდეს და ამიტომ მოდი ყველაფერი გააკეთე ისე როგორც აკეთებდი ესე ვთქვათ ტრადიციულად. ანუ ეს კულტურის მომენტიც ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანია. კარგით, კიდევ ერთი გამოცანა, ვინ არის ეს ადამიანი? მე მგონი ძალიან არაწარმატებული არის ეს ჩემი. ოსტოი, სწორია. ანუ შენი ვალი მაქვს ერთი საჩუქარი, ზომბი. ანა კარინინა, ვისაც წაიკითხავთ, ანუ პირველი ესე ვთქვათ პასაჟში ეს ფრაზა შეგხვდებათ, ანუ ქართული თარგმანი რამდენად სწორად გამომივა, არ ვიცი. ნუ ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს და ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად. მოკლედ ეს დავიმახსოვროთ ეს ფრაზა, უბრალოდ და შემდეგ უკვე ნახოთ რა კავშირში არის ეს ყველაფერი იმასთან, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. დავიწყოთ იმით, რომ აი ზოგადად თბილისში შევეხეთ ახლა ჩვენ და შევეხეთ თქვათ იგივე ზოგადად ადამიანების დამოკიდებულებას რაღაც სიახლეების მიმართ. და რაღაც სტანდარტულად არის ხოლმე აი ესეთი კითხვა, რომელიც ისმევა, რომ ანუ ქართველები ან კი ვიცით, რომ აი ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში რა ჯადოსნობებს ქმნიან, ჯადოსნობებს აკეთებენ და იქნება ეს უბრალოდ ისინი არიან ეგეთი ადამიანები და ჩვენ არა ვართ ეგეთი ადამიანები, ანუ ვართ თუ არა ინოვაციურები. აი ეს კითხვა შეიძლება არ ვიცი გიშდებათ ხოლმე მე პირადად გამიშთა იმიტომ რომ ძალიან ესეთი შეხება მქონდა რამოდენიმე კვირის წინ კანის საერთაშორისო ფესტივალზე სადაც
ადამიანები მართლა რეალურად ჯადოსნურ რაღაცებს აკეთებდნენ და ძალიან ეს თქვა საოცარი იყო ამ ყველაფრის გაგება და რაღაც მომენტში შინაგანად ეს კითხვა გამოჩნდა რომ იქნებ ქართველები საერთოდ არ ვართ ინოვაციურები და ეს ჩვენში არ არის და საერთოდ ამაზე ფიქრს უნდა ეს თქვა თავი დავანებოთ. ამაზე მინდა ერთი ზღაპარი მოგიყვეთ რომელიც თქვა ჩვენს ისტორიულ ყველამ ვიცით ბავშვობაში ამ ბევრჯერ გსმენია. ეს ზღაპარი არის ნაცარქექიას შესახებ. რომ ნუ ეს იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი, ანუ ეს ასე თქვათ, ობიექტი ადამიანი, რომელიც მუდმივად იჯდა და ნაცარს ქექავდა და ერთ-ერთ ნუ ძმები ყავდა მას ძალიან კარგი მეოჯახე, ძმებს ამოუვიდა ტყელში ამ ადამიანის ასე თქვათ, არაფრის კეთება და მუქთამჭამელობა და ერთხელაც გააგდეს ეს ადამიანი სახლიდან. და სწორედ ამ სახლიდან გაგდებას მოყვა რაღაცნაირი გარკვეული ტრანსფორმაცია ამ ადამიანში, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან წარმატებით არ დასრულდა, იმიტომ რომ ბოლო პასაჟი ამ ზღაპრის არის, რომ ისე უტოვებს მთელ ქონებას, დევისგან დარჩენილ ქონებას ძმებს და აგრძელებს ნაცრის ქექვას, მაგრამ ნუ ეს ადამიანი აღმოჩნდა რაღაცნაირად სივრცეში და გარემოში, როდესაც უნდა გამოევლინა საკუთარი, ესე ვთქვათ, ნიჭი და შესაძლებლობები. ანუ ის კითხვა, როდესაც ვცვალთ, რომ ჩვენ ვართ თუ არა ინოვაციურები, არა ვართ ჩვენ ინოვაციურები, მაგრამ ვართ ნიჭიერები და ზარმაცები. მაგრამ ეს უკვე, ესე ვთქვათ, კარგი დასაწყისია. ძალიან არ მინდა რომ ტიპიური ქართველის, ესე ვთქვათ, სტერეოტიპული აღქმა იყოს ისეთი, როგორცაც თქვენ ხედავთ სლაიდზე, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ესეთი სიტუაცია გვაქვს. ანუ ნაცარქექიას მაგალითი ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ძალიან მცირე შესაძლებლობები იმისა, ვთქვათ, იგივე ტექნოლოგიური, რო ავიღოთ, რომ ჰქონდა რაღაც ადგისი, ჰქონდა ნაცარი, ჰქონდა ქვა და ამ ადამიანმა მოახერხა სწორედ საკუთარი ნიჭიერებით და ამ ესე ვთქვათ ტექნოლოგიებით, მცირე შესაძლებლობებით დიდი დევის ესე ვთქვათ მოტყუება თუ დამარცხება, რამაც მას ესე ვთქვათ წარმატება მოუტანა და ეს ნამდვილად დასაფასებელია და ანუ ჩვენი მდგომარეობა დღევანდელი გადასახედიდან არის ზუსტად ეგ, რომ შესაძლებლობები არა გვაქვს, მაგრამ გვაქვს გარკვეული ესე ვთქვათ შინაგანი ტალანტი თუ ნიჭიერება, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ესე ვთქვათ გარკვეული წარმატება მოვიპოვოთ. ანუ განსხვავება რა არის დღეს თქვათ საქართველოსა და იგივე დასავლეთ ევროპას და ამერიკას შორის, რომ ის ადამიანები აკეთებენ ქმნიან ინოვაციებს და ჩვენ დღეს უბრალოდ თვით გადარჩენაზე ფიქრობთ. ანუ ნაცარქექიას ასე ვთქვათ მთელი ასე ვთქვათ ტრაგედია თუ რაც არის დრამა მდგომარეობდა იმაში, რომ ის კი არ იჯდა და ფიქრობდა, რომ მოდის ადგის ესე გამოვიყენოთ. ანუ სიტუაცია მანახა მას, ესე ვთქვათ, ანუ მდგომარეობაში ჩავარდა ის მის ვთქვათ პერსონაჟი ისეთში, სადაც გამოავლინა, ასე ვთქვათ, ნიჭი, რითაც მან თავი გადაირჩინა უბრალოდ. და ანუ ჩვენ შემთხვევაში ანუ საქართველოს ეს თქვათ მოდელს თუ ავიღებთ, ანუ სიტუაცია ეგეთი არის, რომ თქვათ დასავლეთ ევროპაში ადამიანები ინოვაციას ქმნიან, დიდი ხანია ხედან და ამაზე ფიქრობენ და მუშაობენ და ჩვენი ყოველი ესე თქვათ სიახლე, რომელიც შემოგვაქვს, არის უბრალოდ თვით გადარჩენისათვის აუცილებელი ელემენტი. რო დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თქვათ თუ სადამდე შეიძლება მიგვიყენოს ამ ყველაფერმა, მივყავართ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ძალიან ასე ვთქვათ არაორგანიზებულები იმ თვალსაზრისით, რომ ინოვაციების ასე ვთქვათ შექმნის პროცესი იწყება დღეს, ეს არ არის ის, რომ უცბად რაღაცა გონება გაგვინათ და მივედით სადაც იქამდე, სადაც რადიკალურად შევცვალეთ. ანუ ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ის პრობლემა რაში მდგომარეობს, რომ დღეს საკუთარი თავის გადარჩენის პროცესში ვართ, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაღაცნაირად სტაბილურად მივყვეთ გარკვეულ პროცესს, რაც საბოლოო ჯამში შედეგამდე მიგვიყვანს. აი, არ ვიცი რამდენად გქონიათ თქვენ, რომ თქვათ წარმოგიდგენიათ აი მომავალი როგორია. ჩემს აღქმაში მომავალი არის, რომ რაღაც მანქანები დაფრინავენ. ჩვენ ყველას გვყავს რობოტები. ყველა ცხოვრობს ბედნიერად, არ არსებობს შიმშილი, უბედურება,
ყველაფერია ძალიან კარგად, ხო? მაგრამ არის რაღაც ესე თქვა საკვანძო დეტალები, რომელიც თქვა ჩვენს აღქმას მომავლის შესახებ წარმოქმნის. თუ ჩემს აღქმაში არის რომ მანქანები დაფრინავენ, ეს არის მომავალი და ხვალ ამას ვიღაცა გამოიგონებს და ხვალ მართლაც იქნება მანქანები წაში, ხო? ანუ გამოდის რომ თურმე მომავალი ისე შორს არ ყოფილა, თუ ეს ყველაფერი მოხდება, არაფერი არ შეიცვლება 100 წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მოხდება 100 წელიწადში, თურმე ჩემთვის მომავალი ყოფილა 100 წელიწადში. მაგრამ ფრინავ მანქანები რომ მივიღოთ ჩვენ თქვათ იგივე მომავალში, დღეს ამაზე ვიღაც უნდა მუშაობდეს, მაგრამ დღეს საქართველოში პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ ეს ყველაფერი ესე არ ხდება. რამოდენიმე წუთის წინ საუბრობდით იმაზე, რომ იაპონელებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც შეუძლია ადამიანის ემოციური ანალიზი და ამ ემოციური ანალიზის შედეგად გარკვეული, ესე ვთქვათ, ქმედებების განხორციელება. შექმნეს რობოტი კომუნიკატორი, რომელიც მიხვდება, რომ მოწყენილი ხართ და მოგიყვება თქვენთვის საყვარელ ანეკდოტს, იცოკვებს თქვენთვის, იმღერებს და დაგეხმარებათ იმაში, რომ ესე ვთქვათ, გაგამხიაროთ, მაგრამ სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ იაპონიაში და იაპონელებისთვის ეს არ იყო თქვა გუშინდელი ტექნოლოგია, ისინი ამაზე მუშაობენ უკვე 20 წლის განმავლობაში და ეს არის შედეგი. დღევანდელი მათი შედეგი არის წარსულში დაწყებული, ესე ვთქვათ, საქმიანობა. ესე ვთქვათ, თეორიულ დეტალსაც შევეხები და მე როგორ ცოტა უფრო საინტერესო ნაწილზე გადავალ, რაც გულისხმობს ზოგადად, ანუ ინოვაცია როგორც უნიკალური მახასიათებლის გაჩენა. ეს ცოტა უფრო ფართოცნება არის იმ თვალსაზრისით, რომ ანუ ინოვაცია არსებობს ორი ტიპის მარტივად რო ვთქვათ. ერთი არის, ვთქვათ, ექსტენსიური, რაც გულისხმობს, რომ ვიღაცამ შექმნა ვთქვათ, სოციალური ქსელი და შემდეგ სოციალური ქსელების სხვადასხვანაირი ვერსია, სახეობა, ფერი შეიქმნა ცოტა უფრო მეტი. ანუ ვიღაცამ შექმნა მიიღო ერთიანი და ჩვენ ყველა შევქმნით იმ ერთიანის სხვადასხვა ვერსია. მაგრამ ეგ არ არის, ესე ვთქვათ, ეს არის როდესაც ვთქვათ, იგივე საქართველოში ძალიან ხშირია ხოლმე, რომ ნახეთ რაღაცა ამერიკაში, ევროპაში მოვიტანეთ აქ და ესე ვთქვათ, მოვახდინეთ ვთქვათ, დასავლური ინოვაციის საქართველოში ლოკალიზება. მაგრამ ინოვაცია რეალურად რომელიც ესე ვთქვათ, დიდ ნახტომს გვაძლევს არის, როდესაც არაფრიდან იქნება რაიმე, ეს მაგალითად რო ავიღოთ, ვთქვათ, შეიქმნა ნატურა, შეიქმნა ორთქლის ძრავი. რომ აი ეს არის ის, ესე ვთქვათ, გამსაზღვრელი ინოვაცია, რომელზეც იგივე ჩვენი შუმპეტერი ამბობდა, რომ ქმნის უკვე creative disruptions. და ესეთი ტიპის ინოვაცია გვაძლევს ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას ვიყოთ უნიკალურად განსხვავებულები და რაღაც კუთხით შევქმნათ ჩვენი თავის თუ ჩვენი კომპანიის თუ ჩვენი ქვეყნის მონოპოლია, რითაც ჩვენ ამოვარდებით ამ ყოველდღიური თვითგადარჩენის ეტაპიდან, რომ არ ვებრძვით არავის, თქვათ, არ ვებრძვით, თქვათ, იგივე ჩვენი პროდუქტის ფასის დაწევით თუ არ ვებრძვით იმით, რომ 5-ჯერ მეტი დრო დავხარჯოთ სამსახურში, რომ უფროსმა არ თქვას, რომ ვიღაც, თქვათ, მეორე კონკურენტი, თანამშრომელი ჩემზე მაგარია და ასე შემდეგ. და ანუ ეს გვაძლევს შესაძლებლობას იმას, რომ ჩვენ გქონდეს მეტი დრო იმისათვის, რომ უკეთესი რაღაცაები შევქმნათ. მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, თქვათ, იგივე Google ხო? ანუ Google დღეს იმიტომ მუშაობს self-driving მანქანებზე, ანუ ასე ვთქვათ, მანქანებზე, რომლებიც ცხოვლის გარეშე მოძრაობს, იმიტომ რომ მას ეს რესურსი აქვს, ეს რესურსი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ არის, ასე ვთქვათ, მონოპოლისტი თავის საქმეში, შექმნა 10-ჯერ უკეთესი პროდუქტი საძიებო სისტემის და დააგროვა ის რესურსი, რითაც ის საკუთარ თავს აძლევს უფლებას ესეთი რაღაცები გააკეთოს. ანუ ჩვენ შემთხვევაში ძალიან სუფთა ეს მოდელი გადმოვიტანოთ, თქვათ, იგივე პიროვნებებზე, ხო? ანუ ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა ვთქვათ, შევქმნათ, მივიღოთ ისეთი ცოდნა, გამოვიმუშავოთ ის უნიკალური თვისებები, რითაც ვიქნებით უნიკალურად განსხვავებულები, ვიქნებით ჩვენ ადამიანი მონოპოლიები, რითაც, ვთქვათ, აღარ ვიქნებით იმ ყოველდღიურ კონკურენტულ გარემოში, ამოვარდებით, ვაჯობებთ ამ გარემოს და გვექნება შესაძლებლობა, რომ სხვა ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ეს რაც ჩემი მოგონილი არ არის, ეს რაც კანში ვესწრებოდი ამ ორ განსხვავებული ტიპის, ესე ვთქვათ,
ლექცია, სადაც საუბრობდნენ ზუსტად ამ თემაზე და ძალიან მომეწონა როგორც ასეთი აზროვნების მოდელი, აზროვნების ფრეიმვორკი, რომელიც მე მჯერა რომ შეიძლება თქვენს გამოგადგეთ რაღაცაში. ანუ ეს რას გულისხმობს, რომ ეს გულისხმობს იმას, რომ რაღაცნაირად ჩვენი ტვინები მომმართოთ ისეთ ტალღაზე, რომ შეგვეძლოს რაღაც კუთხით სიახლეების დანახვა. საბოლოო ჯამში მთელი ინოვაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რამდენად არსებულ სიტუაციაში შეგვიძლია რაღაც ახალი დავინახოთ, ახალი შევიგრძნოთ და შემდეგ უკვე შევძლოთ ამ ახალზე დაფუძნებით ამ ესე ვთქვათ სიახლეზე დაფუძნებით ახალი ვთქვათ იდეის ან პროდუქტის ან ნებისმიერ რამის შეთავაზება. პირველი არის თქვა დასავლური მოდელი, რომელიც ძალიან საინტერესოა და რაც გულისხმობს ინოვაციის დეკოდინგს, ანუ რომ დეკოდინგი ახლა ეს სიტყვა ცოტა უფრო IT-სთან ვინც არის დაკავშირებული მათ მაიციან, ну იდეა მარტივია რომ რაღაცნაირად მოდი დავშალოთ, ეს ინოვაცია კი ესე თქვა ავიღოთ ცალსახად არის რაღაცნაირად რთული გაუგებარი, რომელიც ჩვენ არ შეგვიძლია რომ გავიცნობიეროთ და რაღაცნაირად დავშალოთ ისეთ ნაწილებად და დავიწყოთ ფიქრი ამ კონკრეტული ნაწილების ესე თქვა ჭრილში, რამც ესე ვთქვათ გაზდის ალბათობას, რომ ჩვენ რაღაც ახალ სიახლეს დავინახავთ ან რაიმე ინოვაციური იდეა მოგვივა. დავიწყოთ ესე ვთქვათ ეს პირველი დეკოდინგს რაც შეეხება. დეკოდინგი შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან, ეს არის ერთი პირველი ქართული შესაძლებლობები არ ვიცი სამწუხაროდ და უკაცრავად ეს ვთქვათ ინგლისურ ტერმინებისთვის, new tasking-ი, მეორე relocation, dynamic connections. ამას მე უკვე გავშლით სათითაოდ. სანამ ანუ მარტივი მაგალითს მოგიყვანთ, აი ხლა იქ დაბლა მარცხენა კუთხეში თქვენგანაც მარცხენა იქნება იმედია. არის რაღაც ესე ვთქვათ უცნაური ანტენა და მოგიყვებით ერთ ისტორიას, რომელიც რეალური кейსი იყო, რაც მოხდა რამოდენიმე ათეული წლის წინ ევროპაში. ორ ევროპულ ქვეყანას ერთმანეთთან ჰქონდა ესე ვთქვათ დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა და ერთ-ერთმა გადაწყვიტა რომ იმისათვის რომ აერიდებინათ სამომავლოდ ესე ვთქვათ ომი, აუცილებელი იყო სპეციალური მოსასმენი ესე ვთქვათ აპარატურის დამონტაჟება გარკვეულ მთებზე, იმისათვის რომ ცოდნოდათ რომ რას აპირებს მოწინააღმდეგე და შემდეგ უკვე ამ ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისი პოლიტიკური თუ დიპლომატიური ესე ვთქვათ ქმედებები შეესრულებენ. ანტენა იყო ძალიან მარტივი, იყო ბოძი და არის ესე ვთქვათ ჰორიზონტალური ესე ვთქვათ ობიექტი, ეს რაღაც ძალიან უხეშ ნახას ხედავთ აქ, ეს ძალიან დუდლი არის. და გააგზავნეს სპეციალური ქვედანაყოფი, ისინი ავიდნენ, მთაში დაამონტაჟეს ეს ანტენები და ჩამოვიდნენ და როდესაც გავიდა გარკვეული დრო ზამთარში მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ესე ვთქვათ თოვლი დაედო ამ ანტენას, წაიქცა ეს ბოძი და ამათმა და ამ ადამიანებმა დაკარგეს ესე ვთქვათ ეს ინფორმაციის წყარო და გენშტაბში არის შესული დავალება რომ რა უნდა გააკეთონ ისეთი, იმიტომ რომ ძალიან საფრთხეს წარმოადგენა ამ ესე ვთქვათ ჯარისკაცების ტრის ტერიტორიაზე შეღწევა და ამ ესე ვთქვათ მოსასმენი ანტენების გამართვა და რა უნდა გააკეთონ ისეთი რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. იყო იდეები რომ მოდი ვთქვათ ლაზერი მივანათოთ და თოვლი დავადნოთ ან ანტენების რაც გეომეტრია შევცვალოთ და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ინჟინერი მივიდა იმ დასკვნამდე რომ ეს აიღო ეს ბოძი რომელიც არის ბოძს გაუკეთა ესე ვთქვათ ჩანაჭრები გვერდებზე და ანუ ეს იმისათვის რომ როდესაც თოვლი ედებოდა და იყინებოდა ეს ბოძში ამ ჩანაჭრებში ასევე ჩადიოდა თოვლი, იყინებოდა და შეიქმნა ბუნებრივი საყრდენი, რომელიც ამ ანტენას ამაგრებდა ამ იმაზე რა ქვია გორაკზე. ანუ ესე ვთქვათ, იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ეს ადამიანები ებრძოდნენ თოვლს, როგორც თოვლი, რაც აფუჭებდა და უქმნიდა პრობლემას და ამ ინჟინერმა უბრალოდ სხვანაირად რადგან შეხედა ამ პრობლემას, აღმოაჩინა, რომ ეს თოვლი და ყინული იდეაში არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ამავე პრობლემას აგვარებს. ზუსტად ანუ რომ დავიწყეთ აქ არის ეს new tasking-ის რას გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ, დავშალოთ ნაწილებად ესე ვთქვათ ნებისმიერი სიტუაცია და დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ როგორ შეიძლება არსებულ კომპონენტს, ამ შემთხვევაში არის ესე ვთქვათ თოვლი, მოუძებნოთ სხვა დანიშნულება, რომელიც მას აქამდე არ ქონია. მაგრამ ის რადგან არსებობს როგორც ასეთი კომპონენტად, მას აბსოლუტურად განსხვავებული დანიშნულება აქვს და მოდი ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ შეგვიძლია არსებული
ჩვენს ხელს არსებული რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული გავაკეთოთ ამ პრობლემის გადასაჭრელად. ანუ აქ განსხვავება სწორედ მხოლოდ მდგომარეობდა იმაში, რომ ამ ადამიანმა ამ ასე ვთქვათ თავარ პრობლემის არის რაშიც მდგომარეობდა ეს იყო თოვლი, შეხედა უბრალოდ განსხვავებულად და თქვა რომ პრინციპში რაც ასე ვთქვათ პრობლემას გვიქმნის, იქნებ იგივე რაღაცამ შეიძლება მოაგვაროს ჩვენი პრობლემა და რაც რეალურად ეგრე მოხდა და შემდეგ უკვე ეს პრობლემა მათ გადაჭრეს. ანუ აი ეს მომენტი, როდესაც აი ძალიან ხშირად ქონია ხოლმე იგივე ჩვენც რომ ვთქვათ digital agencies შოუში მოდის ჩვენთან კლიენტი და გვეუბნება რომ აი ესა და ეს ვთქვათ რა მცირე ბიუჯეტი მაქვს, მცირე რესურსი მაქვს და შეგიძლიათ თუ არა ამ ყველაფრით რამე ასე ვთქვათ რადიკალურად განსხვავებულის გაკეთება. ბუნებრივი პასუხი ასეთ კითხვაზე ნებისმიერ ან იგივე თქვათ მოდის თქვენთან უფროს და გეუბნევათ რომ თქვათ რამოდენიმე დღეში შეგიძლიათ თუ არა გააკეთოთ რამოდენიმე კვირის საქმე, ხო? ანუ პირველი შეხედულება ჩვენი ამ ყოველივეს მიმართ არის ის, რომ რადიკალურად შეუძლებელია, მაგრამ ეს რადიკალურად შეუძლებელია ამ ყველაფერს ჩვენ იქიდან გამომდინარე ვამბობთ, იმიტომ რომ ჩვენი ასე ვთქვათ წარსული ცოდნით და წარსული გამოცდილებით, მაგრამ ინოვაცია სწორედ იმაში გულისხმობს, რომ წარსული რაღაც კუთხით უნდა დავივიწყოთ და აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულად უნდა შევხედოთ ყველაფერს და სწორედ აი ეს ეს ვთქვათ თოვლის მაგალითი აი ამას გულისხმობდა რომ შეიძლება იგივე რაც შენი პრობლემაა შეიძლება შენი გამოსავალიც იყოს. ხო, ამასთან დაკავშირებით აი ერთი кейსი მინდა მოგიყვეთ, რომ ქონო ვიდეო, მაგრამ ძალიან შორს წაგვიღოს, რამოდენიმე უფრო საინტერესო ვიდეო კონტენტს განახებთ. ერთ-ერთი კომპანია არსებობს Momondo ესეთი, რომელიც არის ფრენების საძიებო სისტემა. ალბათ Sky Scanner-ი თუ გამოგიყენებიათ, ოდესმე თქვათ ბილეთებით დასაჯავშნათ, დაახლოებით იგივე პრინციპით მუშაობს. და მათაც ქონათ ეს თქვათ პრობლემა, კონკურენცია ძალიან მაღალი იყო და უნდათ რაღაც გარკვეული პოზიცია დაემკვიდრებინათ ბაზარზე და დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ როგორ შეიძლება გამოიყენო ჩვენ ადამიანის სამეგობრო წრე, ანუ Facebook-ში თუ ავიღებთ თქვენი friend list-ი იმისათვის, რომ გავხადოთ ჩვენ ეს აპლიკაცია პოპულარული. ანუ ეს ორივე ობიექტი უკვე არსებობდა საძიებო სისტემა ფრენების და არსებობდა Facebook-ი როგორც ასეთი განყენებული. ამ ადამიანებმა გააკეთეს ძალიან ელემენტარული რაღაცა, შეცვალეს მიდგომა destination-ის. ანუ ჩვენ თუ გადაწყვეტილებას ვიღებდით, რომ მოდი მე მივფრინავ ბარსელონაში ან მე მივფრინავ პარიზში ან სადღაც და შესაბამისად ამის მერე უკვე ვეძებდი მე ესე ვთქვათ საუკეთესო ბილეთებს, ამ ადამიანებმა აპლიკაციის ფუნქციონალი შეცვალეს და თქვეს, რომ ჩემი ესე ვთქვათ destination-ი, ანუ სამგზავრო მიმართულება არის ჩემი მეგობარი. ანუ მე თუ მყავდა ესე ვთქვათ საერთაშორისო ეს ბევრი უცხოელი მეგობარი, აპლიკაცია მეტყოდა, რომ აი ვახო შენ ჯონთან ჩახვალ სულ რაღაც $200-ში, იმიტომ რომ სპეციალური ფასდაკლება არის. ანუ ადამიანების ქცევა შეცვალეს გზავრობასთან დაკავშირებით, ანუ მე გადაწყვეტილებას ვიღებდი არა კონკრეტული ფიზიკური გეოგრაფიული ადგილით, არამედ იმით, რომ ადამიანების, ასე ვთქვათ, ჩემი მეგობრების ნახვა მინდოდა და ყველა ადამიანს საკუთარი მეგობრების ნახვის სურვილი აქვს. და მასზე აწყეს უკვე მთელი აპლიკაციის ფუნქციონალი, რამაც რამოდენიმე კვირაში 13 მილიონი ინსტალაცია მოუტანა და ერთ-ერთი წარმატებული პროდუქტი არის დღეს ევროპაში. სწორედ იგივე, ანუ არაფერი ინოვაციურზე არ უფიქრიათ მათ შორიდან, ადგენენ და გამოიყენეს ის, რაც მათ ესე ვთქვათ ხელთ იყო. New tasking სწორედ მაგას გულისხმობს, რომ მოდი ავიღოთ არსებული კომპონენტი და მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ცოტა სხვანაირად. რომ თქვათ, ავიღოთ თქვათ ბოთლი და მოდი მისი სიმრგვალე გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რაღაც ინოვაციურ მოვიფიქროთ, ან გამოვიყენოთ ის, რომ მაცი ვარშიდებს, ან რაღაც მსგავსი, ესე ვთქვათ, ქცევის ელემენტი, რომელიც ბუნებრივად ახლავს ამ კომპონენტს. შემდეგი ესე ვთქვათ ელემენტი, რომელიც ასე ვთქვათ მოდელი, რაც ამ დეკოდინგში დევს, არის relocation-ი, როდესაც ხდება ერთი კომპონენტის გადაადგილება და ანუ არსებული სივრციდან ამოღება, სხვაგან გადადება, რაც შემდეგ უკვე ქმნის ინოვაციებს. ამისათვის ძალიან მარტივი მაგალითი არის ერთ-ერთი სუპერმარკეტის თუ არ ვცდები Tesco იყო, კორეაში გაკეთებული, ესე ვთქვათ, მაღაზია, რომელიც მათ გახსნეს
მეტროს სადგურებში, აი მარჯვენა სურათზე ხედავთ. ანუ კორეელები ძალიან დაკავებული ადამიანები არიან, არ სურთ მათ რომ დახარჯონ დრო სუპერმარკეტში პროდუქტების ასარჩევად. ამ ადამიანებმა შექმნეს აპლიკაცია, რომლითაც ასკანერებდნენ QR კოდს, რომელიც ზუსტად მეტროს გაჩერებაზე იყო, სადაც ისინი ბუნებრივად ელოდებოდნენ მატარებლის მოსვლას და როდესაც ისინი სახლში მიდიოდნენ, მათ უკვე ხვდებოდათ სახლში ის პროდუქტები, რომლებიც უკვე შეიძინეს მეტროს სადგურზე. ანუ ამ ადამიანებმა მოახდინეს რელოკაცია, ადგენენ მაღაზია როგორც ასეთი ფიზიკური სივრციდან, გადაიტანეს თლად ფიზიკურად არა, ფიზიკური ელემენტებით, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში და გადადგეს სხვა ადგილას, სადაც ეს ადამიანები ამ შესყიდვის ოპერაციას აკეთებდნენ. მხოლოდ ეს იყო. კიდე ერთი кейსი იყო, რომელმაც სხვა შორის ოქროა იყო წელს კანის სარეკლამო ფესტივალზე. სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, როგორც ჩვენთან სამწუხაროდ არის სერიოზული პრობლემა ის რა ქვია ასფალტის გაფუჭების და ძალიან ბევრი ღრმული არის და იქ ამ ადამიანმა შექმნეს სპეციალური მოწყობილობა რომელიც ასე ვთქვათ რომ ჩადეს ამ ღრმულებში და მანქანა რამდენსაც გადაუვლიდა ამ მოწყობილობას იმდენჯერ ასე ვთქვათ გინება და სხვა მსგავსი ნეგატიური სენტიმენტები ვრცელდებოდა Twitter-ზე. იმისათვის რომ ენახებინათ ადგილობრივი მთავრობისთვის რომ ანუ ბუნებრივი რეაქცია რაც ადამიანს აქვს იამკაში ჩარტყმის დროს რომ რაღაცა ეს ყველაფერი რეალურად დათვლადი გახადეს მათთვის და ანახეს რომ თურმე რამდენად ის რაც მათთვის ასე ვთქვათ თითქოს უცნობი იყო და არ იცოდნენ სიმწვავე ეს გასაგები გახადეს. არაფერი უბრალოდ აიღეს მათ ესე ვთქვათ ციფრული ფუნქციონალი თვიტი და გადაიტანეს ფიზიკურ სივრცეში რელოკაცია გაუკეთეს და ესე ვთქვათ ჩადეს ღრმულში. ერთ-ერთი ვიდეო მინდა განახოთ თქვენ ზუსტად რაც ამ რელოკაციის ერთ-ერთი კარგი ნათელი მაგალითია და ცოტა უფრო კარგად გასაგები გახდება. ხმა CNA Brazil offered a solution to a big problem among women: insecurity when shopping. After all, which woman has never wanted an opinion on the right clothes? But instead of just one opinion, why not get opinions from a huge network of people? CNA Fashion Like. At the stores, we had racks with special hangers that counted the likes given for their respective pieces on Facebook in real time. You liked the piece you enjoyed the most on the fan page, and that like instantly showed up on the hanger. This is how CNA helped thousands of women on the tough mission of finding the ideal outfit. The campaign was a great success, but what really matters, no indecisive women during the purchase. CNA Fashion Like. ანუ რა გააკეთეს ამ ადამიანებმა ლაიქი როგორც ასეთი ვირტუალური კომპონენტი აიღეს და გადმოიტანეს ფიზიკურ სივრცეში. ანუ სტანდარტულად მე მგონი ყოველს პრობლემა გვაქვს მწყიდველობითი ტანსაცმლის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომ ყოველთვის ვანახებთ ვიღაცას რამდენად გვიხდება და რამდენად კარგი ესე ვთქვათ რამ ავარჩიეთ და ამ ადამიანებმა ეს უბრალოდ მეგობრების სივრციდან ცოტა უფრო დიდ მასშტაბზე გადაიტანეს და ესე ვთქვათ რეიტინგები რომელიც იყო ციფრულ სივრცეში გადმოიტანეს ფიზიკურ სივრცეში რაც უადვილებდა ადამიანებს ესე ვთქვათ გადაწყვეტილების მიღებას. ანუ რელოკაციის ძალიან მარტივი მაგალითი თუ როგორ შეიძლება ფიზიკური, ესე ვთქვათ, ვირტუალური კომპონენტი ლაიქი გადმოიტანო უბრალოდ ციფრულ სივრცეში. მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ერთი ობიექტი აიღეს და გადაიტანეს ისეთ სივრცეში, სადაც წარმოუდგენელი იყო რაღაც კუთხით ამ ყველაფრის გადატანა და შექმნეს უკვე, ესე ვთქვათ, ინოვაცია. შემდეგი, ესე ვთქვათ, კომპონენტი, რომელიც ასევე ამ დეკოდინგის ნაწილი არის, dynamic connections, რაც გულისხმობს დინამიური კავშირებს გარკვეულ ცვადებთან. ამასთან დაკავშირებითაც ერთ ძალიან საინტერესო ვიდეო, რომელმაც ინოვაციის გრან-პრი აიღო კანში, თუ არ ვცდები, შარშან და ამასაც განახებთ და მიხვდებით თუ რა ეს არის საუბარი.
A mediados del 2013, la industria del arte en España sufrió uno de los golpes más grandes de todos los tiempos. El gobierno decidió cambiar el impuesto de los espectáculos teatrales del 8 al 21%, logrando la mayor sangría de espectadores que se recuerde. Un 30% menos de espectadores en tan solo un año. La gente se volcó a consumir entretenimiento probado masivamente como los blockbusters americanos. Ante esa realidad, la compañía independiente de comedia Teatraneo decidió tomárselo con humor e inventar algo. Paper Laugh. წინა ცოტა სუბტიტრებით იყო, ანუ ესპანეთში იყო ესეთი პრობლემა, რომ თეატრში ვიზიტების რაოდენობა იყო საგრძნობად შემცირებული და პლუს სახელმწიფო მიიღო კანონი, რომელიც უფრო გაუარესა მდგომარეობა, ანუ გადასახადების კუთხით, რაც გულისხმობდა თეატრის ბილეთების ფასის ზრდას. და ნუ შეიქმნა ესე ვთქვათ პროდუქტი Paper Laugh, ანუ გადაიხადე სიცილით. და ეს უკვე ინგლისურად არის და ამიტომ გაგიმარტივდებათ. We fitted each seat with a facial recognition system that detects the smile and proposed the following deal to spectators. Entrance will be totally free. If the show produces no laughs, you don't pay anything. However, if you laugh, you have to pay for each smile. Each smile produced is worth 30 euro cents, something that in this day and age is quite a reasonable price. At the end of the show, the spectator could check their laughter account before paying and even share it on social networks. And so that no one would cry for having laughed more than they could afford, the maximum amount to pay was 80 laughs for 24 euros. The average price of the ticket increased by 6 euros. The system was covered by the main national media outlets, and this produced 35% more spectators. Each Paper Laugh show produced 28,000 euros more ticket money than was normally taken. Currently, the system is being copied in other theatres in Spain. A mobile phone app was created as a system of payment, and the first season ticket was launched for the number of laughs, not shows. We should also not write off the paper cry or paper what the fuck system. What the fuck? What the fuck? Or maybe not. Paper Laugh, the first comedy shows where you only pay for what you consume. Dynamic connection რა აქნეს ადამიანებმა სტანდარტული გადახდის მექანიზმი შეცვალეს, დინამიურეს და მიაბეს, ანუ სიცილს, ანუ dynamic connection რას გულისხმობს, ანუ ამ შემთხვევაში არის ერთი ცვლადი სიცილი, მეორე ცვლადი არის თანხა და საბოლოო ჯამში რამდენიც უფრო ესე ვთქვათ სახალისო იქნებოდა ესე ვთქვათ წარმოდგენა, იმის შესაბამისად იხდიდა ადამიანი. ძალიან მარტივი, ანუ თითქოს რაღაც კუთხით ძალიან ინოვაციური, მაგრამ რო ავიღოთ ამაზე დავფიქრდეთ, რომ ანუ ამის საფუძველი რა შეიძლება ყოფილიყო ფიქრის დროს, ძალიან მარტივი რამ გააკეთეს, შექმნეს ინოვაცია და სწორედ იმიტომ აიღეს ამათმა ინოვაციის გრან-პრი, რომ მოდელი იყო რადიკალურად განსხვავებული, ეს რაც ზამობდნენ, რომ მე pay for what the fuck და ასე შემდეგ, ანუ შექმნეს მოდელი, რომელიც შეიძლება რეპლიკაცია გააკეთო უკვე სხვადასხვა მიმართულებით და ადამიანების შთაბეჭდილებაზე დაყრდნობილი ვალუტა შექმნა, რომელიც არის ამ შემთხვევაში სიცილი. ხო, ანუ ეს არის ასე ვთქვათ პირველი დასავლური მოდელი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ადამიანები უფრო ჩაკეტილები არიან, ანუ არ გადიან ძალიან ჩარჩოების გარეთ, ამბობენ, რომ ჩვენ თურმე გვაქვს აბსოლუტურად ყველა ის რესურსი, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ ინოვაციური იდეები დაგვებადოს, რომელიც სამ ძირითად კომპონენტში არის ჩაშლილი, ეს არის არსებულ კომპონენტზე ახალი ფუნქციონალის მოფიქრება, როგორც იყო თოვლი, როგორც ესე ვთქვათ, საყრდენი საშუალება, რელოკაცია, როგორ ავიღოთ ერთი კომპონენტი და დაუკავშიროთ ვთქვათ, სხვა სივრცეს და ამ შემთხვევაში იყო ეს ვთქვათ Facebook-ის ლაიქი და მესამე ეს dynamic connection, რაც გულისხმობდა, ვთქვათ, ცვლადი სიცილის მიბმას ვალუტაზე და სიცილის როგორც ვალუტად გადაქცევას. შემდეგ უკვე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო არის, ესე ვთქვათ, ერთი მოდელი და მეორე მოდელზეც მინდა უცბად მოვიყვეთ, რომელიც არის უბთააზიური იაპონელების შექმნილი მოდელი, რომელიც ძალიან საინტერესოა. ეს რაც გულისხმობს, ესე ვთქვათ, 5 მეთოდს, თუ როგორ შეიძლება ჩვენ დაგვებადოს ცოტა განსხვავებული ინოვაციური იდეა. ეს მეთოდებიც იმდენად ფუნდამენტურია და ესე ვთქვათ, მარტივი თავისი არსით, რომ ჩვენც ვიცით იდეაში, უბრალოდ ამ ფორმით არასოდეს არავის არ მოუწოდებია.
რომ ავიღოთ ხო, ანუ აი კომპიუტერულ თამაშები, ვისაც გითამაშიათ, ყოველთვის გაქვთ ხოლმე აი ძირითადად ეს MMO-ს ან ტიპის, როდესაც თქვა გავდივართ ვებზვით ვიღაცებს, ვაგროვებთ გარკვეულ ქონებას და შემდეგ ამას ვიყენებთ ჩვენი განვითარებისთვის, ესეთ სიტუაცია ძალიან ხშირია ხოლმე, რომ არის რაღაც ქალაქები, სადაც ყველაფერი უსაფრთხოა და ანუ არავინ არ გვებრძვის და იქ ძალიან თავისუფლად ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ, თქვათ, ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე და გვაქვს ესე ვთქვათ, რაც გაურკვეველი უცნობი ადგილი, ტყე, სადაც მივდივართ და არ ვიცით რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ნაცარქექიადან დავიწყე და ნაცარქექია სიტუაცია იყო ის, რომ ის ადამიანი თუ პერსონაჟი ცხოვრობდა რაღაც სივრცეში, რომელიც შემოიფარგლებოდა რამოდენიმე ათეული კვადრატული მეტრით, ქონდა მას ბუხარი, ნაცარი და ის იყო ესე ვთქვათ, მისთვის უსაფრთხო ადგილი, სადაც იჯდა და იმას რაც მოწონდა აკეთებდა. შემდეგ უკვე სიტუაცია მოიტანა, რომ ეს პერსონაჟი გავიდა გარეთ ამ მოუცნობ სიტუაციაში და ძალიან დიდი საფრთხის წინაშეც დადგა, მაგრამ საკუთარი ნიჭიერებიდან გამომდინარე, მან შეძლო გარკვეული, ესე ვთქვათ, აქტივობების გაწევა, რითაც თქვათ, დევი დაამარცხა. ზუსტად იგივე სიტუაციაზე საუბრობს მაგალითად ეს იაპონური მოდელი. ეხლა ჩვენ რაც ვილაპარაკეთ, პირველი არის ზუსტად ეს ქალაქის და უსაფრთხო სივრცის მოდელი, როდესაც ჩვენ ვიცით უკვე ჩვენს ხელთ რა არსებული კომპონენტები გვაქვს და როგორ შეგვიძლია მათი კომბინაციით რაღაც ახალი შევქმნათ. მაგრამ იაპონელები ცოტა სხვანაირად უყურებენ ამ ყველაფერს და ამბობენ, რომ იმისათვის რომ ჩვენ რეალურად ინოვაციური იდეა დაგვებადოს, ინოვაციური პროდუქტი შევქმნათ, ამისათვის ჩვენ უნდა გავიდეთ ჩვენი კომფორტის ზონიდან, ჩვენი ესე ვთქვათ უსაფრთხო სივრციდან, ჩავიგდოთ ჩვენი თავი გარკვეულ საფრთხეში, ეს იქნება საფრთხე, რომ პირველი საფრთხე შინაგანად ფსიქოლოგიურად არის, რომ შეიძლება არაფერი არ გამოგვივიდეს, აი ეს რაღაც შიში, მაგრამ სწორედ ეს საფრთხე ჩვენ კარნახობს იმას, რომ და გვიბიძგებს შევქმნათ რაიმე განსხვავებული და მივიღოთ უკვე ასე ვთქვათ კარგი შედეგი. დავიწყოთ იმით, რომ ისინი ამ ხელს უწოდებენ კრეატიულ ალქიმიას და 5 კომპონენტისგან შედგება. პირველი კომპონენტი არის ეს კომბინაცია, ანუ გარკვეული კომბინაციის აწყობა, რომელიც დაახლოებით კავშირში არის, თქვათ, იგივე დასავლურ მოდელთან. მაგალითად, თუ ჩვენ გვაინტერესებს, თქვათ, რა შეიძლება მივიღოთ, აი ერთ მარტივ კითხვას დაგისვათ, რა შეიძლება მივიღოთ რობოტის და პოლიციელის გაერთიანებით კომბინაციით. რობოკოპი, ხო, და რობოკოპი არის, ესე ვთქვათ, პერსონაჟი, რომელსაც გარკვეული პოპკულტურის, ესე ვთქვათ, ნაწილად იქცა. დიდი გადატრიალება შეიძლება ვერ მოახდინა, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იგივე რაღაც ამ entertainment ინდუსტრიაში შეიქმნა უნიკალური, თქვათ, პროექტი, რომელიც ძალიან ელემენტარულია, ვიღაც დაждდა და იფიქრა, რომ აი რა იქნებოდა, რომ რობოტი და პოლიციელი გავაერთიანოთ და გამოვიდა რობოკოპი. ანუ ადამიანს და მშვილდოსანს და მებრძოლს და ცხენს თუ გავაერთიანებთ, მივიღებთ კენტავრს. ხო, ანუ აი ესეთი მაგალითად არ ვიცი თუ ოდესმე გიცდიათ, კიტრის ჭამა თაფლით და რა გამოდის, ან არ გიცდიათ? აი ცა რომ მიხოლოდ სახში წადეთ და თქვენ მიიღებთ სხვათა შორის აი კიტრის და თაფლს თუ შეჭამთ, ნესვის გემო აქვს, ეგრე არის, არ ვიცი რატო, მაგრამ ეგრე არის. ანუ კომბინაციებით შესაძლებელია მივიღოთ რაღაც განსხვავებული შთაბეჭდილება, განსხვავებული გამოცდილება და რაღაც ცოტა უფრო ესე ვთქვათ ინოვაციური, რომელიც თავის არსით ინოვაციას წარმოადგენს. ამაზე ძალიან კარგი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, ესეთი ვებგვერდი არსებობს fold.it. Unfolded. ეს არის სამეცნიერო პროექტი, რომელიც გაერთიანებული არის თამაშთან. ესე ამ ვებგვერდზე, ანუ ეს არის თამაში, რომელსაც გადმოწერთ, აწყობთ ლეგოსავით გარკვეულ ობიექტებს, რომელსაც თავისი შეზღუდვები აქვს, რაღაც ობიექტები ერთმანეთში არ ჯდება და სანამ თქვენ თამაშობთ და რაღაც საინტერესო ობიექტების აწყობა გინდათ, სინამდვილეში თქვენ მონაწილეობას ღებულობთ სამეცნიერო ექსპერიმენტში და თქვენ თამაშობთ სპეციალური, ესე ვთქვათ, მოლეკულებით, რომელსაც შემდეგ ის მეცნიერები, რომლებიც თქვენ თამაშს აკვირდებიან, იყენებენ პრეპარატების შექმნაში. ეს პროექტი, როდესაც გაუშვეს, 10 დღეში მოთამაშეებმა შექმნეს ისეთი მოლეკულური მოდელები, რომელზეც მეცნიერები მუშაობდნენ 15 წლის განმავლობაში და პასუხი არ ჰქონდათ. ანუ ამ ადამიანებმა უბრალოდ ასაკობრივადაც რო დაითვალეს, ანუ საშუალო ასაკი იყო 15-16 წლის ბავშვებმა, თამაშით
შექმნეს პრეპარატი, რომელსაც იყენებდნენ ერთ-ერთი დღეს უკვე ასე ვთქვათ, წარმატებით იყენებენ ერთ-ერთი ძალიან ასე ვთქვათ, საშიში დაავადებასთან საბრძოლოდ. ამ ადამიანებმა არც იცოდნენ, რომ ისინი აკეთებდნენ, ესე ვთქვათ, მუშაობდნენ სამეცნიერო დავალებაზე, ანუ რადიკალურად შეიცვალა სკოპი, ანუ შექმნეს მოდელი, რომელსაც თამაშით პარალელურად მე შემიძლია გარკვეული სამეცნიერო მიღწევები მივიღო და თუ ამ ვიკიპედიაზე ნახავთ folder-ს, ნახავთ, რომ 54000-მდე მოლეკულური სტრუქტურა შეიქმნა თამაშით, რომელიც დაჟე პროგრამა, რომელიც ჰქონდა დაწერილი ხელოვნური ინტელექტის, იმანაც კი ვერ შეძლო, მსგავსი რაოდენობა შექმნა, რომელიც დღეს უკვე ტესტავენ და იყენებენ, ასე ვთქვათ, პრეპარატების შექმნისთვის. ანუ რა გააკეთეს? აიღეს სამეცნიერო კვლევა, აიღეს თამაში, გაერთიანეს და მიიღეს, ასე ვთქვათ, ძალიან ინოვაციური პროექტი, რომელმაც 15 წლით წაწია ადამიანები, ესე ვთქვათ, საზოგადოება და ინდუსტრია წინ. ეს ერთი მაგალითი. მეორე ასე ვთქვათ, ანუ კომბინაციის შედგენა, თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენ ასე ვთქვათ, აზროვნების მენტალურ მოდელში ორ რადიკალურად დამოუკიდებელ რაღაცას და შევეცდებით, რომ გავაერთიანოთ, ეს უკვე რაღაც გარკვეული ინოვაციების წყარო შეიძლება გახდეს. მეორე მოდელი არის ასე ვთქვათ, მიმიკა, რაც გულისხმობს გარკვეული ასე ვთქვათ, თვისებების, რასაც ჩვენ გარემოში ვხედავთ, მის რეპლიკაციას ჩვენ სივრცეში. ეს არ გულისხმობს copy paste, ანუ მე თუ სადღაც რაღაც ვნახე, წამოვიღე და ასე ვთქვათ, დავდე ზუსტად იგივენაირი რამ. არა, აი მაგალითად, რო ავიღო ვთქვათ, cheat-ი და თვითფრინავი, ხო? ანუ cheat-საც აქვს ფრთები, თვითფრინავსაც აქვს ფრთები, ანუ ვიღაც ადამიანები დაждდნენ, დაუნჩის ქონდა, ხო, როგორც ვიცით, პირველი ასე ვთქვათ, საფრენი აპარატის მოდელი, ანუ ცდილობდა რეპლიკაცია გაეკეთებინა, ვთქვათ, ბუნებაში არსებული გარკვეული თვისების და ეს გამოეყენებინა იმისათვის, რომ რაღაც მსგავსი ინოვაციური მექანიკური, ვთქვათ, ობიექტი შეექმნა. არ ვიცი, მე ხარ სლაიდებში არ მაქვს ჩადებული. თუ გინახავთ თქვენ სუში ბარი, სადაც ესე მოძრაობს საჭმელები. ხო, ანუ ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი შექმნა, ეს ინსპირაცია იყო მისთვის ლუდის ქარხანა, სადაც დაინახა, რომ ჩამოსხმისას ეს რაღაც საწარმო ხაზზე იყო ეს ლუდი და ეს მოძრაობდა და ეს იყო მისთვის, ესე ვთქვათ, შთაბეჭდილება, რომელიც დღეს უკვე თითქოს რაღაც ჩვეულებრივი მომენტია ნებისმიერ ადგილას ხდება და ეს არის, ესე ვთქვათ, ესე გახდა, ანუ იმის რეპლიკაცია, რაც ვთქვათ, სივრცეში ნახა, შეძლო მან რესტორანში და შეიქმნა ინოვაცია, რომელიც დღეს უკვე თითქოს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი არის. მესამე კომპონენტი, რომელიც გვაქვს აქ, ეს არის upside down-ი, როდესაც შენ რადიკალურად აყირავებ, ესე ვთქვათ, არსებულ სტანდარტს და შეხედულებას და ეს გაძლევს უკვე შენ ინსპირაციას, რომ შექმნა ინოვაციური იდეა, ხო? ანუ პირველი ეს ძალიან ისტორიულად თუ წავიდეთ, ეს გეოცენტრული და ჰელიოცენტრული სისტემები, რომლის გამოც რამოდენიმე ადამიანი ცეცხლზე დაწვეს, ხო? ფიქრობდნენ ადრე, რომ დედამიწა იყო სამყაროს ცენტრში და დადგა ადამიანი და იფიქრა, რომ არა, რატო დედამიწა, მოდი იქნებ მზე არის სამყაროს ცენტრში და ამაზე დაფიქრდა, შემდეგ ექსპერიმენტები ჩაატარა, მიხვდა, რომ ეგრეა, ну ეს გაგრძელება ძალიან ტრაგიკული არის და ამიტომ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოდელი ეს არის, ამის მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ, ეს თვითფრინავი არსებობს ეს მაგალითებში აქ არ მაქვს, კონკორდი, რომელსაც აქვს ცხვირი მოძრავი. ანუ როდესაც თვითფრინავი ეშვება დაждომის დროს, მას ასე ვთქვათ, ცხვირი ეწევა დაბლა. და ეს ამ თვითფრინავს ბევრი ავიაკატასტროფი მოხდა, დაიწყეს იმის ფიქრი, რომ რატო ხდებოდა ესეთი რაღაცა და ერთ-ერთი ესეთი საუბრის დროს ერთ-ერთმა პილოტმა ახსენა, რომ ერთადერთი საუკეთესო გზა, რომ ეს თვითფრინავი დავსვა მე ისე, რომ პრობლემების გარეშე რაიმე საფრთხე არ შეუქმნა, არის თუ მე ამ თვითფრინავს დავსვავ უკუღმა პირიქით. და ეს ინჟინრები, ბუნებრივი ქართული რეაქცია შეიძლება ყოფილიყო, რომ ეს სულელი ხო არ არის. და ერთ-ერთი ინჟინერი დაფიქრდა და თქვა, რომ რატომაც არა, მოდი დავსვათ თვითფრინავი უკუღმა. და ეს ინსპირაცია იყო, რომ რა შეიძლება, რატო უნდოდა ამ პილოტს ამ თვითფრინავის, ესე ვთქვათ, პირიქით დასმა და მიხვდა, რომ ეს რაღაც ხედვის არეალი ქონდა ნაკლები და აქედან გამომდინარე, შემდეგ შეიტანეს ისეთი ცვლილებები ინჟინრული, რომელმაც შექმნა, ესე ვთქვათ, ეს თანამედროვე ინოვაციური მოდელი თვითფრინავის. ხო, ეს არის, ესე ვთქვათ, კიდევ ერთი მიდგომა
მასე. შემდეგი მესამე კომპონენტი, მეოთხე კომპონენტი არის ესე ვთქვათ truth behind მიდგომა, რაც გულისხმობს თუ ჩვენ დავფიქრდებით იმაზე თუ რა იგულისხმება რაღაც კონკრეტული ვთქვათ არსების თუ ობიექტის თუ ქმედების მიღმა. ანუ ეს მარტივად რო ვთქვათ, რომ ვთქვათ სადაც კვამლია, იქ ცეცხლი ნამდვილად იქნება, ხო? ანუ ამისთვის ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად რო ავიღოთ ჩვენ ისააკ ნიუტონი, რომელმაც დაინახა, რომ ვაშლი ვარდებოდა, თქვა, რომ ნუ ვაშლი რადგან ვარდება, ესე იგი რაღაც არსებობს იმის მიღმა, რაც ამ ვაშლს ესე ვთქვათ აგდებს დედამიწაზე და შემდეგ ეს იყო ესე ვთქვათ მთავარი მენტალური მდგომარეობა, რითაც ეს ადამიანი მივიდა გრავიტაციის აღმოჩენამდე. და ბოლო მომენტი არის, ესე ვთქვათ, როდესაც პირველი 4 კომპონენტი არ იმუშავებს და ჩვენ რამე ინოვაციური იდეა არ გაგვიშდება, მაშინ მივდივართ მეხუთე კომპონენტამდე, როდესაც უბრალოდ წარმოუდგენლად ჩვენთვის წარმოუდგენელ რამას ვაფიქსირებთ, რომ აი what if, ანუ რა მოხდება, რომ მე მაგალითად ვიყო ძაღლი, ხო? პირობითად ესეთი რაღაც, აი რა იქნებოდა, რომ მე ძაღლი ყოფილიყავი, ანუ რას გავაკეთებდი? ძაღლი რომ ყოფილიყავი და ამის შედეგი არის ის, რაც მინდა რომ ეხლა განახოთ. Bye, Gidget. Hey, Max. Hey, Gidget. Any plans today? Yes, big stuff today, Gidget. I got big plans. I'm going to sit here and I'm going to wait for Katie to come back. Oh, that sounds exciting. Well, I won't interrupt. I've got a very busy day, too. Here you go. See you later, Chloe. So long, Mel. Bye, sweet pea. See you, Gino. Bye, buddy. Bye, everyone. You be a good boy, Leonard. აი ეს არის რა მოხდებოდა, რომ ის ადამიანი, რომელიც დაფიქრდა, რომ რა მოხდებოდა, რომ მე ძაღლი ყოფილიყავი და შედეგად მივიდა იქამდე, რომ იქნება რაღაც, ესე ვთქვათ, საინტერესო, სახალისო ანიმაცია, რომელიც სწორედ აი ამ ყველაფერს შეეხება. ანუ ამ ადამიანმა, ანუ რითი თქვა მინდა, რომ ნებისმიერი ინოვაცია, რაც არ უნდა წავიდეთ, რომ რაღაცნაირად ანუ ტექნოლოგიებისკენ მივდივართ და მივდივართ, თქვათ, კოსმოსისკენ, თუ მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ ეს თქვათ ინოვაციას საფუძვლად უდევს იდეა, საიდანაც ეს ყველაფერი იწყება. ანუ ეს, რაც მე დღეს გესაუბრეთ, ეს ყველაფერი გულისხმობს სწორედ იმას, რომ თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ იმ რაღაც კონკრეტულ იდეამდე მივიდეთ რაღაც კუთხით და იდეამდე მისვლა ეს არ არის რაღაცნაირად პროცესი, რომ ვზივართ და რაღაცას ვკითხულობ და თავში გვიჩნდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ხედვაზე და ჩვენს აღქმაზე და ყველა ეს ესე ვთქვათ მოდელი, რომელიც აქ იყო მე გესაუბრეთ, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რაღაცნაირად შევიცვალოთ ჩვენი აზროვნების მოდელი, რაც კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც ამაზე გვაქვს ესე ვთქვათ საფიქრალი
და რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ როდესაც ამ ესე ვთქვათ თამაშით ჩვენ მივალთ იმ რაღაც ცოტა უფრო ინოვაციურ სახალისო იდეამდე, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ინოვაციების დასაწყისი. ანუ სადამდე მივდივართ, ძალიან გული დამწყდა ეს დასასრული, როდესაც ნახე არ მახსოვდა, რომ აი ეს ნაცარქექია შემთხვევაში, რომ მან შეძლო უკვე ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და საკუთარი ნიჭის გამოვლენა, შემდეგ როდესაც ისევ დაბრუნდა იმ სივრცეში, სადაც კომფორტის ზონა იყო, ის დაждდა და ჭხირი აიღო და ისევ ნაცრის ქექვა გააგრძელა და აი ეს არის ცალსახად არასწორი დამოკიდებული და არასწორი ენდინგი, ანუ ჩვენც ყველა ვიწყებთ ყველაფერს ოდესღაც პირველად და თუ ჩვენ რაღაცნაირად ამ პროცესში ჩავერთვებით და გვექნება პირველი, მეორე ნაბიჯები ამ ვთქვათ იგივე ინოვაციების მიმართულებით რაიმე უნიკალურის გაკეთების მხრივ შემდეგ აღარ უნდა დავუბრუნდეთ იგივე იმ ჩვენს ესე ვთქვათ უსაფრთხო ადგილს და დავიწყოთ ისე ნაცრის ქექვა, არამედ პირიქით უნდა გავაგრძელოთ ამ ყველაფრის უფრო ახალ ესე ვთქვათ ეტაპზე აყვანა და უფრო მეტად რეალიზებ. საბოლოო ჯამში ანუ რას ვიღებთ, ანუ რა სიტუაციაში ვართ? იმ სიტუაციაში ვართ, რომ სამყარო იცვლება, ყველაფერი გაცილებით უფრო რთული ხდება, არსებული ჩვენი მენტალური მდგომარეობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დღეს არსებული პრობლემები გადავჭრათ, იმიტომ რომ ეს რომ იყოს ჩვენ ეს პრობლემები უკვე გადაჭრილი გვექნებოდა და აღარ იქნებოდა. და აქედან გამომდინარე, ანუ მუდმივად მოგვიწევს ცოტა უფრო მეტად დავძაბოთ ჩვენი გონება და არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე შექმნათ რაიმე სიახლე და ინოვაცია და ნუ იდეაში რას გიტოვებთ, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა სამწუხაროდ და რაც უფრო მეტად თამამები ვიქნებით, რაც უფრო მეტად გაბედულები ვიქნებით და რაღაც კუთხით შეიძლება ვიფიქროთ, რომ თურმე მე რატომ უნდა მომივიდეს, არა ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ინოვაციური იდეები მოსდიოდეს ან ინოვაციას გვინდა, ანუ ეს დამოკიდებული სასახად არასწორი არის, იმიტომ რომ ყველაფერი არის მენტალური მდგომარეობის შედეგი. ანუ პირველი არის ის, რომ საკუთარ არსებულ შესაძლებლობებში დავrწმუნდეთ, რომ შეგვიძლია და მეორე ვიყოთ თამამებით, რომ არ გვეშინოდეს თქვა გარემო სივრცის, რომელიც გვეტყვის, რომ აი მაგალითად იგივე თქვა თუნდაც ჩემი მეგობარი, რომელსაც დაურეკავ და ვეტყვი, რომ ესეთი რაღაცის გაკეთება მინდა და მეტყვის, რომ არა, შენ ეს არ უნდა გააკეთო, ან გიჟი ხო არ ხარ, აი ეს მომენტი არასოდეს არ შეგვაფერხებს. ვიყოთ მამაცები და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს გულიდან მოდის და ნამდვილად კარგად გამოგვივა ყველაფერი. დიდი მადლობა. Georgian American Airways წარმოგიდგენთ გადაცემას ქუჩის აკადემია.